ქოძბანდის მიერ ნაგინები, რავის, ნათრევი, კაია კალასი პირდაპირ აცხადებს, რომ რუსეთის წინაშე აყენებს საკითხს საქართველოსთან საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ. ანუ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავს. მაშინ როცა ქოძბანდა რუსეთის ტრაკის ლოკვაში არის და ბოდიშებს ახდევინებს ხალხს აგვისტოს ომისთვის და ასე შემდეგ, ოსი და აფხაზის სეპარატისტებისთვის. აი ამ დროს ევროკავშირი ღირსეულად და პრინციპულად იცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და რუსეთს მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ისევე როგორც მოლაპარაკების მაგიდაზე დევს მოლდოვადან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი და პლუს თავარია უკრაინის ომის დამთავრება და მშვიდობიანი გადაწყვეტა ამ კონფლიქტისა უკრაინის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ანუ ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინიდან უნდა გააჯვანო. აი ამას ამბობს ევროკავშირი. ახლა თავად განსაჯეთ, ევროკავშირი ჩვენი მტერია, დიპ სტეიტის ტყვეობაშია. დიპ სტეიტი თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ებრძვის რუსეთს, მაშინ გაუმარჯოს ხო დიპ სტეიტს. და ქოცები რას ელოდებიან, როგორ უნდა აღადგინონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თუ რუსეთის გეგმებში შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ასე ლამაზი თვალებისთვის. არა, რუსეთი უნდა დასუსტეს, უნდა დაჩანაკდეს, აი ისედაც არის გაუპატიურებული უკრაინის ომში და შესაბამისად უნდა ააჯვას კავკასიიდან. როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია თავის ისტორიის განმავლობაში, ხო? საქართველოს დამოუკიდებელი მაშინ გახდა, როდესაც რუსეთი ჩამოიშალა და დასუსტდა. ასე იყო 1918 წელს, ასე იყო 1991 წელს და ასე იქნება 2026. 2027 წლებში. ასე რომ ვებზადოთ ამისათვის და გაუმარჯოს ევროკავშირს, რომელიც გვეხმარება და გვიდგას როგორც მტკიცე მოკავშირე გვერდით.